ნევროზი 21 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში. მას არ გააჩნია ასაკობრივი ზღვარი. ის ერთნაირად ვლინდება როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში. რა შეიძლება იყოს ნევროზის მიზეზი? სირთულეების სამსახურში და პირად ცხოვრებაში, ემოციური და ფიზიკური გადაღლა, ფინანსური პრობლემები, ცხოვრების ახალი წესები, ემოციური სტრესი, მედიკამენტების არასასურველი გველდითი მოვლენები, ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობა და კიდევ უამრავი რამ. ნევროზის დროს ადამიანს შეიძლება განუვითარდეს გაძლიერებული გულისცემა, ოფლიანობა, კანკალი, ქოშინი, მოხრჩობის შეგრძნება, ტკივილი გულმკერდის არეში, წამოზიდვა, თავბრუსხვევა, სიკვდილის შიში, სხეულის სხვადასხვა ნაწილების დაბუჟების შეგრძნება, შემციuნება ან შეხურება. ყველა ჩამოთვლილი ჩივილი გარკვეული დაავადებებისათვის არის დამახასიათებელი და ხშირად ექიმის ძალისხმევაა საჭირო, რათა დაადგინოს სიმპტომთა გამოწვევი მიზეზები. მაგალითად, ტკივილი გულმკერდის არეში შემთხვევათა 53%-ში გამოწვეულია პანიკური შეტევებით და არა გულის დაავადებით. თუმცა გულმკერდის არეში ნებისმიერი ტკივილის არსებობის შემთხვევაში თავის დაზღვევის მიზნით სასწრაფოდ უნდა მივმართოთ კარდიოლოგს. მიუხედავად იმისა, რომ ნევროზი ფსიქოლოგიური სფეროს აშლილობათა რიცხვს მიეკუთვნება, იგი სერიოზული დაავადებაა, რომელიც მკურნალობას საჭიროებს. სწორად წარმართული მკურნალობით ნევროზი ხშირად სრულად იკურნება, ხოლო უყურადღებობამ შეიძლება უმძიმეს შედეგებამდე მიგიყვანოს. ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დარეკეთ 2-500-500, სადაც ჩვენი ოპერატორები დაგაკვალიანებენ, მოგაწვდიან ამომწურავ ინფორმაციას კლინიკების, მათი სერვისების, მომსახურების ფასების შესახებ და ჩაგწერენ ურიგოდ ნებისმიერ კლინიკაში ნებისმიერ სპეციალისტთან, რითაც თავს აარიდებთ ექიმის მისაღებთან რიგში დგომით გამოწვეულ დისკომფორტს. ჩვენი სერვისი აბსოლუტურად უფასოა. ჩვენი სატელეფონო ცენტრი ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში. 2-500-500 გისურვებთ ჯანმრთელობა.